მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის, მეც მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს. ხო, მართალი გითხრათ, მე რაღაც განსაკუთრებული სურპრიზების მოლოდინში უკვე არა ვარ. შესაძლებლობის პატარა ფანჯარა რასაკვირველია იყო დღევანდელ სინოდის ხტომაზე, რომ როგორც მე ვამბობ ხოლმე ამ ქვეყნის ბედი წაღმა შემოტრიალებული იყო, მაგრამ მადლობა წმინდა სინოდს იმისთვის, რომ მათ ეს შესაძლებლობა ამ ქვეყანას დააკარგინეს. რატომ ფიქრობთ ასე? რატომ ფიქრობ და ძალიან მარტივია მისი ახსნა, რატომ ფიქრობ ასე? აბა კარგად გადახედეთ მერაბ, ვინ ამჟღავნებდა გარდა ქართული საზოგადოებისა განსაკუთრებულ დაინტერესებას ქვეყნის გარედან, თუ ვინ იქნებოდა მომავალი პატრიარქი და ვიზე შეჩერდებოდა წმინდა სინოდი. მე არ მინახავს, რომ განცხადებები გაეკეთებინა მაგალითად ბლეიზ მეტრეველს, რომელიც ბრიტანეთის სპეცსამსახურს თანამშრომლობს, არ მომისმენი არც ტუტსი გაბარდის რაიმე განსაკუთრებული დაინტერესება ამ საკითხის შესახებ, მაგრამ ფაქტი, ცხადი, თვალნათელი იყო რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი სპეციალური განცხადება საქართველოში მართლმედებელ ეკლესიაში მიმდინარე არჩევნების პროცესზე და თან დასახელდა კონკრეტულად ორი პერსონა, რომელიც კატეგორიულად მიუღებელი იყო მათთვის. ახლა ეს ორი პერსონა იყო, ერთი მეუფე გრიგოლი, მეუფე გრიგოლი, რომელიც არის კანდიდატებში დასახელებული და მეორე გახდათ მეუფე აბრაამი, რომელიც ხო გამოირჩევა ნამდვილად თავისი პრინციპულობით, მათ შორის თავისი დამოკიდებულებით ქართულ სახელმწიფოებრიობასთან და მეუფე აბრაამი მე აქვე ვიტყვი გახლავთ ის ადამიანი, რომელმაც ერთადერთი სხვათა შორის ამ მღვდელმთავარ შორის, რომელმაც 2008 წლის ომის შემდეგ წერილით მიმართა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს კირილ გუნჯაევს და ეს წერილი იყო, არ ვიცი მე გახსოვთ თუ არა, სამწუხაროდ ეხლა ვაპირებდი მოძიებას, მაგრამ ინტერნეტ სივრცეში ვერ მოვიპოვე, საკმაოდ ესეთი მძაფრი, ძალიან სწორი სახელმწიფოებრივი აქცენტები და ბუნებრივია, რომ მეუფე აბრაამი, რომელიც ვერ იყო უკვე კანდიდატი თავისი ასაკის გამო ვერ იქნებოდა, მაგრამ გამოდის რომ დაზვერვა რუსეთის არც ესე კარგად მუშაობს. არ ცოდნიათ რომ ასაკის გამო ვერ იქნებოდა აბრაამი კანდიდატი. არა, მათ ყველაფერი კარგად იცოდნენ, როგორც ჩანს, იმაზე უკეთესად ვიდრე ჩვენ ვიცით აქ, იმიტომ რომ მეუფე აბრაამი დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდა, ის თითქმის 13 წელია სინოდის ხტომებს არ დასწრებია და ეხლა პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ის მოგეხსენებათ, რომ არის დასავლეთის ეპარქიის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთის ეპარქიის ხელმძღვანელი და შესაბამისად დიახაც მისი ფაქტორი რასაკვირველია გასათვალისწინებელი იქნებოდა. მან ეს გადასარევად როგორც ჩანს იცოდა და ასევე მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც პრინციპში ითვლება თანამოაზრეთ, მეუფე აბრაამის გუნდის წარმომადგენლად ასე ითვლებოდა და მეუფე გრიგოლის საჯარო პოზიციებიც არ არის დამალული, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის გამორჩეული განსაკუთრებული სიხისტით, სხვა მდელმთავრების მსგავსად, მაგრამ რბილად დიპლომატიურად ბოლო პერიოდში თითქმის ყოველთვის სწორ პოზიციაზე იყო. ეს იგულისხმება ხელისუფლების მიერ გატარებული ძალადობის ფაქტები საკუთარ მოქალაქეებზე. ეს არის უკრაინის ეკლესიასთან დამოკიდებულება, ეს არის მსოფლიო საპატრიარქოსთან დამოკიდებულება. ეს ორი განსაკუთრებული ეს არის ქვაკუთხედი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის არის უმნიშვნელოვანესი. უკრაინის
უკრაინის ავტოკეფალი იცნობა ერთი და მეორე ეს არის მსოფლიო საპატრიარქოსთან დამოკიდებულება. თქვენ იცით, რომ რუსეთის ეკლესიას ამ ეტაპზე მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი საერთოდ გაწყვეტილი აქვს. აქედან გამომდინარე და როდესაც ამას დაემატა არჩევნების წინა ღამეს საერთოდ რუსეთის პატრიარქის კირილ გუნჯაევის განცხადება, ვისაც არ უნახავ შევახსენოთ, რომ გუშინ გამოვიდა რუსეთის პატრიარქი, რომელმაც თქვა, რომ აი მაგალითად ბულგარეთშიც შეიცვალა პატრიარქიო, მაგრამ მას არ შეუძლია დამოკიდებულება უკრაინის საპატრიარქოს მიმართ. ამ საუბარია, რომ არ აღიარეს უკრაინის საპატრიარქოს ავტოკეფალია და იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც ახალი პატრიარქი არ შეცვლის გადაწყვეტილებას. მათთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოფილიყო სწორედ ისეთი პატრიარქი, რომელიც ამ ორი მიმართულებით რუსეთის საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ გადადგამდა. მე არ ვიტყვი არავისთვის სიახლეს და არ ვიტყვი არაფერს განსაკუთრებულს, თუ რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკისათვის მართლმადიდებლობა არის გეოპოლიტიკური გავლენების ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელსაც ის ძალიან აქტიურად იყენებდა ყოველთვის და უნდა გითხრათ, რომ დღეს რეალურად ჩვენ მივიღეთ და სახეზე გვაქვს ჩვენივრად ჩემი სუბიექტური აზრით, ჩვენივრად შესრულებული სპეცოპერაცია, როდესაც თავისუფლად შეუძლია უპატაკონ ნარიშკინს, ანუ საგარეო დაზვერვის უფროს, რომ იყავით მშვიდად საქართველოს კვლავ რუსეთისა. აი დაახლოებით ეს მივიღეთ ამ მონაცემებით, რაც გვაქვს, იმიტომ რომ საქართველოს საქმე რაში ახლა მე აუცილებლად მინდა ვთქვა ერთი რამე. არანაირი პერსონალური დამოკიდებულება არ მაქვს ყველაზე რეალური უკვე კანდიდატისთვის, როგორც რუსები იტყვიან ბესპიწიმინუს პატრიარქისთვის, პატრიარქისადმი, შიო მუჯირისადმი, აბსოლუტურად არანაირი. პირიქით, თუმცა მაინც ფიქრობთ, რომ ეს რუსეთის გამარჯვება, როგორც მე ვფიქრობ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მე ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, რას გვეუბნებიან ფაქტები. თორე მე რას ვფიქრობ, აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც ტელემაყურებლისთვის, არც ქვეყნისთვის, არც ეკლესიისთვის და მათ შორის არც ჯერ კიდევ მოსაყდრე შიო მუჯირისთვის. როგორ განვითარდა მოვლენები? ჩვენ ამაზე არაერთი გზის გულაპარაკია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში ბოლო ყველაზე სკანდალური, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმე, ციანიდის საქმე დამთავრდა რითი? შედეგად რა მივიღეთ? მივიღეთ ის, რომ პატრიარქმა სრულად მოულოდნელ გარდაცვლილმა პატრიარქმა სრულად მოულოდნელ ყველასთვის და მათ შორის მღვდელმთავრებისთვის მოულოდნელად გამოაცხადა მოსაყდრის დანიშვნის საკითხი. მერე ჩვენ ვნახეთ, მე კი არ მიფიქრია ასე, თავად მღვდელმთავრები საუბრობდნენ, რომ ეს არ იყო კანონიკურად გამართული გადაწყვეტილება, რომ ეს იყო მოულოდნელი, რომ ეს იყო სინოდთან შეუთანხმებელი. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ ბევრი მღვდელმთავარი საუბრობდა იმაზე, ბევრი თუ არა, ნუ ყოველ შემთხვევაში ანგარის გასაწევი მღვდელმთავრები, რომ პატრიარქს მანამდე შესთავაზეს გადგომა. ხო, ეს ძალიან საინტერესო იყო, ხა ბატონი ჩხარტიშვილი მოვიდაო, მეუფე იაკობი ამბობდა, ის არ ახსოვს, რამდენიმე წლის წინ და შესთავაზა გადადგომა. ხო არ დაისვენებდით? ხო არ დაისვენებდით. ხა ჩხარტიშვილი ამას თავისით ვერ გაბედავდა, ხვდებით, ხო? ახლა ის ალბათ ვიღაცის დავალებას ასრულებდა და ვის დავალებას გასაგებია. არ ვიცი, იტყვიან თუ არა ახლა საჯაროდ კვლავ მეუფეები, მაგრამ ამ 40 დღის განმავლობაში, სანამდე ეს მოსამზადებელი პროცესი მიდიოდა, კვლავ ფიგურირებს ამ ბატონის სახელი და გვარი ეკლესიასთან მიმართებაში, როგორც კვლავ ცდილობდა ჩარევა ჩხარტიშვილი. როგორც ამბობენ, სწორედ ის იყო, ვინც ეპარქია დაიარებოდა და უბრალოდ ეჭუგვაქვს გარკვეული ძღვენით, ხო. არ ვიცი ახლა ამაზე ისაუბრებენ საჯაროდ თუ არა, მაგრამ ასე
კულუარებში ამაზე ნამდვილად საუბრობენ. ხო, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. ვანო ჩხარტიშვილის შეთავაზების მერე პატრიარქი არ გადადგა, შემდეგ ხდება ციანიდის საქმე თუ რაღაცა და მერე ვიღებთ მოსაყდრეს. თან ძალიან ეს რაღაცა კომპრომისული გადაწყვეტილება იყო ილია მეორის მხრიდან, რომ არ გადავდგები, მაგრამ აი შიდად რომ იყოთ მოსაყდრეს დაგისახელებთ უკვე. მე არ ვიცი, რას ფიქრობდა პატრიარქი ილია მეორე განსვენებული ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მისი დამოკიდებულება მე ვიცი მხოლოდ ორსიტყვიანი ბრძანებით რომ დაინიშნოს მოსაყდრე და ამის შემდეგ მას არც წერილობით გამოუქვეყნებია რამე და არც საჯაროდ არ უსაუბრია ერთი სიტყვა შემდგომ არ აქვს მოსაყდრესთან დაკავშირებით ნათქვამი. ახლა რომ εμას მითებს თხზავენ რომ ვითომ ყველას სათითაოდ ესაუბრებოდა მის შესახებ, არ ვიცი, შეიძლება ასეც იყოს, შეიძლება არა. მაგრამ რაც მე ვერ მიმსჯელებ იმაზე, რაც არ ვიცი, ვიცი ის, რომ მხოლოდ ამ ბრძანებას და ეს ბრძანება უკავშირდება მისი მოსაყდრე დანიშვნის შესახებ, რატომღაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაშინ გავლენიანი წარმომადგენლის ალფეევის ვიზიტებს საქართველოში და სხვათა შორის იმისთვის რომ ეჭვი არავის შეეპაროს და არ იფიქროს რომ ჩვენ რაღაცა ვიგონებთ ან არასწორ ანალიზს ვაკეთებთ, მანამ პატრიარქი მოსაყდრის შესახებ ბრძანებას დაიკითხავდა 23 ნოემბერს, მანამდე პრესაში გავიდა ინფორმაცია რომ ალფეევი ითხოვდა აი ამას და მეუფეშიო რომ ინიშნებოდა მოსაყდრე წინ სწრებად პატრიარქის ასე ვთქვათ ბრძანების გაჟღერებამდე ჩვენ უკვე ეს ინფორმაცია ვიცოდით. ამიტომ მე კი არ ვამბობ მეუფეშიოს რუსეთთან კავშირის შესახებ რამეს გარდა იმისა რომ ის რეალურად იახსწავლობდა რუსეთში ის დიახ მოღვაწეობდა რუსეთში და ეს ფაქტია. ფაქტია ასევე ის, რომ გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი ითხოვდა რომ შიო გამხდარიყო მუჯირი მოსაყდრე, ანუ და ამის შემდეგ ძალიან მალე პრაქტიკულად რაც ეს ინფორმაცია პრესაში გავიდა, პატრიარქის მიერ გაცხადებული ეს ნება თუ რა ვიცი, რა ერქვა გადაწყვეტილება, ნუ ჩვენ ვიხილეთ. ამიტომ მეუფე შიოს რუსეთთან კავშირებზე ჩემდა სამწუხაროდ ლაპარაკობს მეუფე შიოს ბიოგრაფია და ის ფაქტები, რაც წინ უსწრებდა იმ ყველაფერს, ვიდრე მას პატრიარქი დაასახელებდა მოსაყდრად.